დილა მშვიდობის ეთერშია დღის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. იტვირთავს თუ არა ახალი პატრიარქი პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების საკითხზე, ხელისუფლებასთან შუამდგომლობას და რა როლი შეიძლება ჰქონდეს მესამეს იმ პრობლემის გადაჭრაში, რომლის წინაშეც ქვეყანა უკვე წელიწად ნახევარია დგას. ეს ერთ-ერთი თემა იქნება, რაზეც დღეს კითხვებს დავსვათ, ვინაიდან ახალ პატრიარქთან მიმართებაში უკვე ისმის მოწოდებები, რომელშიც შეერიგებაში მედიატორის როლი შეასრულოს. როგორი იქნება მესამის გზა, შეგვიძლია დავიწყოთ და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო ვახტანგ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. გამარჯობათ. ბატონო ვახტანგ, გავყვეთ აქტუალურ საკითხებს. პირველ რიგში კი სწორედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ ხელმძღვანელზე ვისაუბროთ. 2 თვის წინ საპატრიარქო ტახტი დაქვრიվდა, 2 თვის თავზე კი ტახტს იკავებს ახალი სულიერი წინამძღოლი შიო, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. 2 დღის წინ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე გამართულ პატრიარქის არჩევნებში 22 ხმით აირჩიეს, ხოლო გუშინ სვეტიცხოვლის ტაძარში შედგა მისი ინტრონიზაცია და მოდით ვუსურვოთ ახალ პატრიარქ შიო მესამეს, რომ ღირსეულად გაეგრძელებინოს ილია მეორის გზა, ისე როგორც გაემართლებინოს მისთვის გამოცხადებული უდიდესი ნდობა, რომელიც არის პატივიც და ამავე დროს როგორც თავად ახალმა პატრიარქმა აღნიშნა მძიმე ჯვარიც. აი გითხარით, როგორი განწყობა გაქვთ საქართველოს ეკლესიის მიერ გაკეთებულ არჩევანთან დაკავშირებით და რა უნდა გააკეთოს ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ იმისთვის, რომ შეძლოს ის, რასაც მისგან უკვე ითხოვენ, მისი ხელმძღვანელობით ეკლესიამ ღირსეულად გააგრძელოს ისტორიული მისია და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ეროვნული თანხმობის და სულიერი სიმშვიდის მიღწევის საქმეში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ურთულესი ვითარება როგორც ქვეყანაში, ისე ზოგადად მთელ საზოგადოებაში და პატრიარქის არჩევა და შიო მესამეს, ასე ვთქვათ, ინტრონიზაცია, რომელიც გუშინ განხორციელდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ჩვენი საზოგადოებრივი და სასულიერო ცხოვრების. ამასთანავე უნდა ითქვას ისიც, რომ რთული ვითარება, მემკვიდრეობა ერგო შიო მესამეს კათოლიკოს პატრიარქს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მოღვაწეობა განსაკუთრებით პირველ ეტაპზე მუდმივად იქნება პარალელის გავლება იმასთან, თუ რასაც აკეთებდა ილია მეორე და საზოგადოების თვალში იქნება შედარება მუდმივად ილია მესამის პლუსა ილია მეორეს მიერ მოღვაწეობისა და ახალი პატრიარქისა. მე მახსოვს, როდესაც სვეტიცხოველში შედგა ილია მეორის ინტრონიზაცია, მაშინ საზოგადოებაში არსებობდა ასეთი განწყობა, იყო იმედები და იყო მოლოდინი. ჩემი თაობის ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაშინ ზოგი სტიხაროსთან, ზოგი სამუშაოდ, ზოგი ღვთისმსახურებაში ძალიან ბევრი მიაწყდა ეკლესიას და ფაქტიურად იქედან დაიწყო საქართველოში, ასე ვთქვათ, სასულიერო, რეალურად სასულიერო ცხოვრება. იმიტომ რომ მანამდე ძალიან მცირე იყო მრევლიც და საზოგადოებას არ იყო მთლად ესეთ კეთილგანწყობილი. ილია მეორის მოსვლით და მოსვლამ ეს ვითარება შექმნა. ესეც აღსანიშნავია ისიც, რომ სააღმომო და საშობაო ეპისტოლეები, რომელიც მაშინ ვრცელდებოდა, ფაქტიურად აკრძალული ლიტერატურა იყო და რომ მოგეპოვებინა და წაგეკითხათ, ამას დიდი წვალება დაგჭირდებოდა და ვიღაც უნდა ყოლოდათ, ვიღაცისთვის გეთხოვა და ასე შემდეგ. სხვაგვარად ეს ფაქტიურად შეუძლებელი იყო. აი ესეთი იყო მისი საწყისი პერიოდი. იქ პოლიტიკური ვითარებაც იყო გარკვეულწილად, როდესაც ილია მეორე იქნა არჩეული კათოლიკოს პატრიარქად. დღევანდელ სიტუაციაში საზოგადოებაში ასეთი უფრო მეტი კითხვის ნიშანი და ეჭვია, ვიდრე დაუშვათ მაშინდელ ვითარებაში. გამომდინარე მრავალი ფაქტორიდან. გონია რომ უდიდესი, რა ქვია, უპირველესი ამოცანა, რაც ქვეყანასაც და ერთსაც წაადგება, იქნება ის, რომ ეკლესიამ შეინარჩუნოს ერთიანობა
ეკლესიის შიგნით არ დაიწყოს რაღაც ისეთი პროცესები, რაც არც ეკლესიას წაადგება და არც ეს წაადგება ზოგადად. ამიტომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ერთიანობა იქნას შენარჩუნებული. ახლა თავის ეკლესიის შიგნის ერთიანობის რღვევის რისკებს ხედავთ და რა გაძლევთ საფუძველს? იფიქროთ, რომ ასეთი საფრთხე არსებობს. მეორე მხრივ, ბატონ ვახტანგ, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ იმასთან დაკავშირებით, აი რა შეიძლება იყოს, თქვათ, მეუფე უბრალოდ უკვე ახალი პატრიარქის შიო მესამის პირველი ნაბიჯები და ასე ვთქვათ, ძლიერი სვლა, რითაც მან შეიძლება პირველივე დღეებში შეძლოს საზოგადოების გულის მოგება და ამ კითხვის დასმა იცით რატომ მინდა აი ახალი პატრიარქის მიმართ თქვენ გეცოდინებათ რომ უკვე წამოვიდა მოწოდებები იმის თაობაზე რომ ჩაერთოს პირადად ჩაერთოს იმ პრობლემის მოგვარებაში რაც ქვეყანაში გვაქვს მაგალითად ამ ათეულობით პატიმრის პრობლემის მოგვარებაში რომელთა საქმეებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება და ისმის მოწოდებები ეკლესიის და უშუალოდ ახალი წინამძღვრის მიმართ, რომ აი სწორედ მან იშუამდგომლოს პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, რათა ამ ადამიანებთან დაკავშირებით გამოსავალი იყოს მოძებნილი. აი როგორ ფიქრობთ, რას იზამს ახალი პატრიარქი შიო მესამე და რამდენად უნდა ველოდოთ, რომ ახალი პატრიარქისთვის პატიმრების თემა იქნება ის თემა, რომელსაც ის გვერდს ვერ აუხლის? იცით რა თქმა უნდა საზოგადოებაში გაჩნდა ასეთი მოლოდინები დავიწყოთ იმით რომ ჩემი ასე ვთქვათ კითხვები გააჩინა თუნდაც იგივე მთავარ ეპისკოპოსების განცხადებებმა იგივე ზენონის განცხადებამ პატრიარქთან დაკავშირებით ხო რომელიც მედია საშუალებებით გავრცელდა ამიტომ შიგნით ესეთი თუნდაც ეს 22 ხმა კი ბატონო 22 ხმა მაგრამ არჩევას ყოფნის ოღონდ იმისთვის რომ ერთიანობა შენარჩუნდეს კიდევ ხმები საკმარისი არ არის და გააჩნია რა ნაბიჯებს პირველი ამოცანა მე ეგრე მგონია რასაც სასწრაფო მეუფემ უნდა მიაქციოს პატრიარქმა უნდა მიაქციოს ახალმა ყურადღება ეს არის რომ ეს ეკლესიაში განხილება არ დაუშვას რაც შეეხება ბატონ ვახტანგ სხვათა შორის რიგი თეოლოგიც ფიქრობს რომ ნახევარზე მხოლოდ 3 ხმით მეტის მიღება არ არის მაინდამაინც თვალწარმტაცის შედეგი იმ ფონზე, როცა შიოს ქონდა მოსაყდრეობის 9 წლიანი გამოცდილება. აი 22 ხმა უნდა დავინახოთ როგორც სხვებზე ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი უპირატესობა თუ ამავე დროს უნდა დავინახოთ როგორც პრობლემები მათ შორის იმის შესახებ რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. ხო, ხმებს აქ იმდენად ერთ პიროვნულად არჩევა ახლა ყველა ხმას ვერ მიიღებდა ცხადია, მაგრამ ხმებს აქ რაც არის ეს უკვე წარსულია. საკმარისი ხმები იყო იმისთვის რომ პატრიარქი გამხდარიყო, მაგრამ შემდეგ რა ნაბიჯებს გადადგამს დაუშვათ იმ დანარჩენ მღვდელმთავრებთან უპირველეს სკოლის ამემართებაში ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა და ეს იქნება ფაქტიურად გამსაზღვრელი მისი მოღვაწეობის სასულიერო მოღვაწეობის პირველ ეტაპზე და შემდეგ უკაცრავად მოვისვით ხო და შემდეგ უკვე გამოჩნდება დანარჩენი ვითარება. რაც შეეხება მას, რა ქვია, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ხო, ნუ ეს იმედები გაჩნდა საზოგადოებაში, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ, ხელისუფლების გადასაწყვეტია. თუ ხელისუფლებას აძლევს პოლიტიკურად ხელს ჯობია ასეთი ნაბიჯი გადადგას და რა თქმა უნდა მაშინ შიოს ახალ პატრიარქს ამისთვის გამოიყენებს. აი მეორე მხრივ საინტერესოა
როცა საქმე ეხება სწორედ პროტესტის ფარგლებში დაკავებულ პირებს, რამდენად შეიძლება ქართული ოცნების ხელისუფლებამ ანგარიში გაუწიოს ეკლესიას და მის პოზიციას, სადაც გვესმის უკვე განცხადებები, რომ ხარს უჭერენ პატიმრებთან დაკავშირებით გამოსავალის მოძებნას, როცა დღეის მდგომარეობით აი პატიმრების საკითხზე არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ შეგვიძლია ალბათ ვთქვათ, რომ არავისი არ ესმის ქართულ ოცნებას და არის პირდაპირ მნიშვნელობით შეუვალი, როცა ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, ერთია ვთქვათ რა, შეიძლება მოწოდებაზე იყოს ახალი პატრიარქის შიო მესამის პასუხი, მაგრამ მეორეა უკვე ქართული ოცნების პასუხი რა შეიძლება იყოს ეკლესიის ჩართულობაზე ამ პროცესში. იცით რა შეა საქმე, რომ გულწრფელად რომ გითხრათ, ამ შემთხვევაში ეკლესია იქნება გამოყენებული როგორც მექანიზმი და არა გადაწყვეტილების მიღება. რამდენიც არ უნდა თხოვოს და ვინც არ უნდა თხოვოს ქართულ ოცნებას, იქნება ეს ახალი პატრიარქი თუ იქნებოდა ეს ძველი, სინოდი ხო იგივე იყო სინოდმა რამდენჯერმე გააკეთა თხოვნა და მიმართა საზოგადოებას ხელისუფლებას რომ პატიმრები, მაგრამ არ გააკეთა ეს ხელისუფლება, იმიტომ რომ პოლიტიკური რამდენად აძლევს ხელისუფლებას დღეს ამ პატიმრების გამოშვება. ეს გაცილებით უფრო დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე და ნაწილობრივ საშინაოზე, ოღონდ არა ასე ვთქვათ ეკლესიის მხრიდან, არამედ პროტესტის მიმართულებით, ვიდრე დაუშვათ იმაზე მეუფე და პატრიარქი შიო თხოვს თუ არა ვინმე. მაშინ ასე გითხავთ, რა აწყობს დღეს, აი დღევანდელი მოცემულობით თვითონ ქართულ ოცნებას, რა ტიპის გაწყვეტილების მიღება და აქვე კიდევ ერთი, როცა საქმე ეხება პროტესტის ფარგლებში დაკავებულ ადამიანებს, მაღალი იერარქიის ცალკეული სასულიერო პირის მხრიდან კიდევ ერთხელ კი გვესმის განცხადებები, რომ ეს ბიჭები თუ ქალები შეწყალებულნი უნდა იყვნენ, თუმცა იქვე გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება და მოკლედ მონანიება უნდა მოხდეს. აი მაგალითად გეტყვით, რას ფიქრობს მეუფე სტეფანე, რის შესახებაც მან 2 დღის წინ ჩვენს ეთერში ემა ტუხიაშვილთან ისაუბრა, როცა შეწყალება უნდა სთხოვო ადამიანებისთვის, მათგან უნდა გქონდეს მხარდაჭერა, რომ დანაშაულები აღიარებულია, პატრიარქი შიო რომ იტყვის შევიწყალოთ, იმათ არ უნდა ეგონოთ, რომ აი ჩვენ გავიმარჯვეთ. რამდენად სწორი შეიძლება იყოს ამ პროცესში პირობებზე საუბარი და აი შეწყალების მისაღებად გარკვეულ დათმობაზე წასვლა თქვენი აზრით საბოლოო ჯამში მოუწევს მხოლოდ ერთ მხარეს, ანუ ხელისუფლებას, თუ ეს ამბავი არ გამოვა ორმხრივი კომპრომისების გარეშე? იცით რა შეა საქმე, რომ თუ ასე ვთქვათ იქნება აღიარება, რომ დანაშაული ჩაიდინოს და ასე შემდეგ, ხო პატიმრების მხრიდან ამაზე ხო ლაპარაკობს ხელისუფლება კარგახანია. რა ქვია, ყაველაშვილმა პრეზიდენტმა ეს რაზე აქვს მედიაციას არანაირი აბსოლუტურად იგივე თუ ამას რომ აღიარებენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს, მაშინ რა პრობლემაა მათი შეწყალება? იგი არც პატრიარქი ჭირდება ვინმეს და არც ასე ვთქვათ ვინმეს შუამდგომლობა. ხელისუფლება მზად იყო ეს გაეკეთებინა იგივე მასგან, რა ქვია, პრეზიდენტის მხრიდან. ამიტომ აქ ამაზე არა ლაპარაკი, ლაპარაკი არის უპირობო შეწყალებაზე. უპირობო შეწყალება შეიძლება გაკეთდეს, ოღონდ გაკეთდეს მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკურად ქართული ოცნებისთვის იქნება მომგებიანი. და ეს უფრო საგარეო ფაქტორებზე უფრო იქნება დამოკიდებული, ვიდრე იმაზე თუ ვინ მიმართავს ხელისუფლებას ამ შეწყალებებზე. თუ ქართული ოცნება ვერ ახერხებს და ვერ მოახერხებს იმ იზოლაციის გარღვევას, რა იზოლაციაში დღეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ეხლა მაშინ როდის ვერ გეტყვით, მაგრამ გარკვეულ დათმობებზე წასვლა იგივე ამ პატიმრების ნაწილის მაინც გამოშვება მოუწევს. ისევე როგორც ეს ხდება ბელორუსიაში.
აქ უბრალოდ ლაპარაკია იმაზე, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ამ მექანიზმს, ანუ საპატრიარქოს თხოვნად, იმიტომ რომ ასეთ ვარიანტში თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ექნება ქართულ ოცნებას, მას რა თქმა უნდა ურჩევნია, რომ საპატრიარქოს თხოვნა დააკმაყოფილოს და მეტნაკლებად შეფუთოს ეს გადაწყვეტილება. ნახოთ, ბატონო ვახტანგ, იტვირთავს თუ არა მესამე შუამავლის როლს ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, როცა საქმე ეხება პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებულ ადამიანებს, იქამდე კი გითხარით ისიც, როგორ ხედავთ ქართული ოცნების ხელისუფლების და უკვე ეკლესიის ახალი მეთაურის სამომავლო ურთიერთობებს, ან თქვენი აზრით რამდენად შეძლებს ეკლესია ამ ძალიან მნიშვნელოვანი და დღეისთვის ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. აი ცალკეული ანალიტიკოსისგან გვესმის, რომ კი ბატონო, კარგი იქნება ეკლესია პოლიტიკისგან თავისუფალი იყოს, მაგრამ აი ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ეს გამორიცხულია. თქვენც ასე რამდენად ფიქრობთ და თუ კი ეს ასეა, მაშინ გითხარით ის მიზეზებიც, რის გამოც უნდა ჩავთვალოთ, რომ გამორიცხულია ქართული ეკლესიის პოლიტიკისგან სრულად გათავისუფლება. რატომ, რა უშლის ამას ხელს? ბევრი ფაქტორია. დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა ხელისუფალი, ყველა ქვეყანაში ცდილობს, რომ გარკვეული გავლენა იქონიოს ეკლესიაზე. იქნება ეს კათოლიკური, თუ იქნება ეს მართლმადიდებელი, პროტესტანტული, მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ეს არის ის სფერო, ის ნაწილი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს ამ მომრჩეველზე, ელექტორატზე და ამიტომ რა თქმა უნდა ხელისუფალი ცდილობს, რომ მასთან კარგი ურთიერთობა, მინიმუმ კარგი ურთიერთობა ქონდეს. ჩვენს რეალობაშიდაც ახლა რასაც მიუხედავად იმისა, თუ რა ღვაწლის პატრონსა, რა ღვაწლი ქონდა ილია მეორეს, იძულებული იყო მაინც გარკვეული ნაბიჯები გადაედგა. გარკვეული ნაბიჯები. ამიტომ აქ მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, თუ რას მოიფიქრებს ხელისუფლება. როგორი ამ ხელისუფლების მოთხოვნაზე, როგორი რეაქცია ექნება ახალ კათოლიკოს პატრიარქს. შეძლებს ის, რომ დაუშვათ დაიჭიროს რა ძალიან რთული იქნება ის ხო ბალანსი. ხო, აი რა მოდიოდა თან თვალსაზრისით ბატონო ვახტანგ, იმიტომ რომ აი მაგალითად ახლა გუშინ ახალი პატრიარქი კრიტიკის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ სვეტიცხოველში ქადაგების შემდეგ ჩუმად იკითხა, ვინ იმყოფებოდა ტაძარში ხელისუფლებიდან. ბატონი ბიძინა აქ არის, აი შიო მესამის მიერ დასმული ეს კითხვა ძალიან ბევრს არ მოეწონა. აი ხომ არ არის კრიტიკა გადაჭარბებული, მოდით ასე ვკითხავთ. აი რატომ უნდა დავინახოთ პრობლემა შიო მესამის მიერ დასმულ ამ კითხვაში? ბუნებრივია, რომ გუშინდელ დღეს მასპინძელი იყო ეკლესია და აი მასპინძელმა საჭირო ჩათვალა, რომ მისალმებოდა სტუმრებს. ანუ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ხელისუფლებას ამაში ცუდი უნდა დავინახოთ თუ არა? იცით რა შეასაქმე ფაქტიურად ეს არის ტრადიციად მიღებული ჩვენს რეალობაში. ასე იყო ყოველთვის და ასე გრძელდება. არანაირი მოლოდინი ვინმეს რომ დაუშვათ ხელისუფლება მხარს უჭერდა შიოს რა ამის მოლოს ქონდა ვინმეს რომ ასე არ იყო. რა თქმა უნდა მხარს უჭერდა, მარტო პროპაგანდისტული არხები ყურება იყო საკმარისი იმისთვის, რომ ასე იგი ხელისუფლების ამ სამი გელთავრიდა, რომელიც დასახელებული იყო კანდიდატად პატრიარქობის, ვინ იყო ხელისუფლებისთვის მისაღები. ამიტომ ამას არ აქვს, მაგრამ ჩემი აზრით ამას არ აქვს ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე ადრეს ვთქვი, რომ ყველა ხელისუფალი ცდილობდა, წინა ხელისუფლებაც იმისინაც საქართველოში ყველა ხელისუფალი ცდილობდა გავლენა ქონოდა ეკლესიაზე. აქ მთავარი არის და ესაა დიდი პრობლემა, რომ როგორ ბალანსს დაიჭერს ახალი პატრიარქი. არჩევის შემდეგ შესაძლოა არ გამოვიწყავ, რომ მან ასე ვთქვათ, ის არ იყოს უსიტყვო მორჩილებაში ხელისუფლებასთან. რად ხელისუფლებისგან ვერ გათავისუფლდება? არ არის ამის რეალური ასე ვთქვათ საფუძველი, საზოგადოებრივი და გნებავთ
ინტელექტუალური. არ არის ამის არ ვართ ჯერ ჩვენ ის საზოგადოება, რომელსაც შეუძლია აი ესე დიფერენცირება მოახდინოს. ზოგადად ლაპარაკობ, მიუხედავად იმისა, ვინაა ხელისუფლებაში. ჩვენ და სამწუხაროდ, აი აქამდე ჯერ ვერ მივედით. სამწუხაროდ და ამიტომ გავლენა რა თქმა უნდა ექნება ხელისუფლებას, იქნება ივანიშვილი და თან სწორად თქვით, იქ რაც ვრცელდება მასში, რა ქვია, მედიაში იქ ამოვარდნილია ის ფაქტორი, რაც მას მიმართვა უნდოდა. და მან მიმართა კიდეც ხელისუფლების წარმომადგენლებს უბრალოდ იკითხა თუ არ იქნებოდა ახლა ივანიშვილი და არც მიუმართავს. ამიტომ აქაც ვერაფერს ისეც ვერ ხედავ. კი ბატონო, ესაა ჩვენი რეალობა და ახლა თუ პატრიარქი დისიდენტი უნდა იყოს, ეგ სხვა თემაა. ბატო ვახტანგ, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ამით დაგემშვიდობებით, აი ჩვენ პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებულ ადამიანებზე ვისაუბრეთ და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით გუშინ საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ძალიან მწვავე რეზოლუცია დაამტკიცა 78-28 წინააღმდეგ იქნა მიღებული ეს დოკუმენტი. რეზოლუციაში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ გმობენ საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ასევე ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, თუმცა კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო ჩანაწერი გვხვდება რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. აი რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ქართულმა ოცნებამ საფრანგეთის ხელისუფლების ამ პოზიციას და აქვე აი ოპოზიციაში მაგალითად ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას პოზიცია მაქვს მხედველობაში უკვე ალაპარაკდა იმაზე რომ უნდა მიმართონ საფრანგეთის პროკურატურას საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე. აი მაღალი თუ დაბალი გგონიათ შანსი იმის რომ საფრანგეთის პროკურატურამ მისივე მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძიება დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა ეს არის პოლიტიკური საკითხი. უპირველესად პოლიტიკურია და შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას სამართლებრივი საკითხი. როდესაც მე ვამბობდი რომ პატიმრების შეწყალება გარე ფაქტორებზეა მეთქი დამოკიდებული, აი ეს მაქვს მხედველობაში თუ დაიწყო ეს ბრიტანეთში, ინგლისში უпростоრად და დაიწყო საფრანგეთში. ამიტომ გაგრძელებაა საფრანგეთში, თუ ამაში ამერიკაც ჩაერთვება და ევროპის დანარჩენი ქვეყნებიც, მაშინ ქართული ოცნება იძულებული იქნება რომ რაღაც დათმობებზე წავიდეს და მაშინ გამოიყენებს იმ მექანიზმს, რომ პატრიარქი, ახლადარჩეული პატრიარქის თხოვნას დააკმაყოფილებს ჩვენ გვინახავს ეს ადრეს, ოღონდ მაშინ აი როცა ძალიან ესეთი უჭირდათ ხოლმე ბოშიმშილებს, პატრიარქი თხოვდა რომ შეეწყვიტა შიმშილობა, შეცდომა მოკლედ ეს ძველი სარი რა ქვია ფილმია. ასეთი ვარიანტია. ამიტომ ახლა მიმართვა არ მიმართავს. გვარამიამ რამდენიც არ უნდა მიმართოს ვინმეს ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ მას ვერ შეცვლის საფრანგეთის მხრიდან. ახლა მიმართვა ეს არის ოპოზიციის აქტიურობა და ჩვენება რომ აი დავუშვათ ჩვენ ცოცხალი ვართ. კეითილი ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ამით დავასრულოთ. ვახტანგ ძაბირაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ თაზო დათუნაშვილი შემოგვერთდება, ლევო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ასე რომ დაგვაერთეთ. მაშინ ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონო თაზო და მადლობა რომ შემოგვერთით.
მოგესალმებით ქალბატონო, მადლობა მოწვევისთვის, მესამე ჩვენს მაყურებელს. ბატონთაზო, საქართველოს ეკლესიას ახალი წინამძღოლი ყავს საპატრიარქო ტახტზე ავიდა მეუფე შიო, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ტახტის მოსაყდრე იყო. გუშინ სვეტიცხოველში პატრიარქის არჩევნების დასკვნით და უმნიშვნელოვანეს ეტაპს ვადენოთ თვალი, ისე როგორც გაიმართა ახალი პატრიარქის სინქრონიზაცია, ისე როგორც მთლიანად გასული რამდენიმე კვირა იყო ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის. აი რა არის თქვენი სათქმელი, მარტივად გითხავთ, რა არის თქვენი სათქმელი ახალ პატრიარქზე? დღეს მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიამ კვლავ შეძლოს საზოგადოების გამთლიანება. აი რა არის საჭირო იმისთვის, რომ შიო მესამე ამ მისიის შესრულებას ღირსეულად შეძლოს ამ მისიის შესრულება და აი კონკრეტულად რა გგონიათ ის მთავარი გამოწვევები, რასთან შეჭდებაც შიო მესამეს მოუწევს. მოგესალმებით ქალბატონო, მივესალმე კიდევ ერთხელ ჩვენ მაყურებელს. გილოცავთ და ულოცავ ყველა მორწმუნე მართლმადიდებელს საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი შიო მესამეს არჩევას. ნამდვილად ისტორიული მომენტია, იმიტომ რომ ნახევარ საუკუნეა ეს არ მომხდარა საქართველოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის თავს. საუკუნეები არ მომხდარა ისეთი კრება, რა მასშტაბის კრებაც ჩატარდა. მე ვარ ესეთი პრინციპული სეკულარიზმის მომხრე და ვთვლი, რომ პოლიტიკოსების საქმე არ არის კომენტირება იმისა, თუ რა ხდება სასულიერო დასში და ზოგადად ქართულ ეკლესიაში, მაგრამ ისეთ მომენტში, როგორშიც დღეს საქართველოა, პოლარიზაციის, რაღაც დაყოფის, ავტოკრატიული მმართველობის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელის ფაზაში, ამ ფაზაში ეკლესიამ ჩემი აზრით ძალიან მდგრადად და მყარად უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია, რაც არის სულიერების გამაერთიანებელი, ერთგვარი მორალური კომპასი ქართული საზოგადოებისა. ვერ ვიტყვი რომ რამე აკლდა, ილია მეორე იყო უდიდესი ფიგურა, საუკუნებრივი ფიგურა, მაგრამ იქნა გამომდინარე მას ჯანმრთელობა არ ქონდა კარგად, ესეც დაეწყო ეკლესიის და საზოგადოების ურთიერთობას. ჩემი აზრით, შიო მესამეს ვუსურვებ წარმატებას, ვუსურვებ ხნეობას ამ ძალიან რთულ საქმეში, რაც არის იყოს მწყემსი სრულიად ქართველთა და სრულიად ქართულ მართლმადიდებელთა. ვერ გეტყვით რა არის, მაგრამ მე მგონია, რომ ის ენერგია, ის განახლება, რომელიც შიო მესამის არჩევამ გამორჩევამ მოიტანა, იქნება პოზიტიური მოვლენა. ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედი მაქვს და მე ამას ვისურვებ. იმ პრობლემის მოგვარებაში ითხოვენ ახალი პატრიარქის ჩართვას, რა პრობლემასაც ქვია პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანები. აი როგორ ფიქრობთ, პირადად თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა იქნება შიო მესამის გაწყვეტილება და აი ამ საკითხზე ხელისუფლებასთან შუამდგომლობა მეორე მხრივ რას დაანახებდა საზოგადოებას ახალი პატრიარქის შესახებ. რა განწყობებს ხედავთ შიო მესამისგან? არანაირ განწყობას არ ხედავთ, იმიტომ რომ აი მისი პირველი ქადაგებაც მოვისმინეთ გუშინ სვეტიცხოვლის ტაძარში მისი აღსაყდრების შემდეგ და სხვათა შორის ბევრმა ის სწორედ მის პირველ სიტყვაში დაინახა შერიგების და შეთანხმების სურვილი. კიდევ ერთხელ, აი თქვენი აზრით, პირადად თქვენი აზრით, რას იზამს შიო მესამე, როცა საქმე ეხება პატიმრებს და რამდენად მაღალია იმის შანსი, რომ აი როგორც ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა გუშინ ჩვენს ეთერში, ახალმა პატრიარქმა სასიამოვნოდ გაგვაუწოს. შერიგება არის ზოგადად ის რისკენაც იმთვის ეკლესიას ახარება, ერთმანეთს გაგება, შერიგება, საუბრით და სიყვარულით ერთმანეთთან ურთიერთობა. მე ვერ გეტყვით. პირველ რიგში არ მინდა რომ თქვა ისეთი რამ და შიო მესამეს ავკიდო ჩემ მხრივ ის ტვირთი, რა ტვირთიც მის სატრებელი არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არ წყვეტავს შეწყალების საკითხს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეუძლია შუამდგომლობა და რჩევა. მე შემიძლია ვიხემძღვანელო იმ განცხადებებით, რომელიც საპატრიარქომ გააკეთა ცოტა ხნით ადრე, ხო, აი ამ X კვირიანი პროცესის მანძილზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ რამოდენიმეჯერ უკვე ჰქონდათ ასეთი მიმართვა და ხელისუფლებამ არ შეისმინა. შეისმენს თუ არა ეხლა შიო მესამის თხოვნას და იქნება თუ არა ასეთი თხოვნა, ამაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით, არც ის ვით სასიამოვნოდ გავუცდებით თუ არ გავუცდებით.
მითითებით. მე ერთიან ვიცი, რომ საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტი წყვეტს თავის დისკრეციული უფლების ფარგლებში, ვინ შეიწყალოს და ვინ არა. საქართველოს პრეზიდენტი არის მიხეილ ყაველაშვილი, ადამიანი, რომელსაც საშუალო სკოლა არ აქვს დამთავრებული. შესაბამისად, ყველას ესმის ამ ქვეყანაში, რომ მიხეილ ყაველაშვილი არ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებას თუ შეიძლება ამას დავამთავროთ. ამ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში. საქართველოში ვის გამოუშვენ, ვის შეიწყალებენ ამ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილზე იმოქმედებს ეკლესიის შეგონება ვერ გეტყვით. მე დავინახე გუშინ. ბიძინა ივანიშვილმა დაგვანახა ქართული ოცნების რეალური დამოკიდებულება საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს ეკლესიისთან მიმართებაში. ის რაღაცა მსულო ფარისევლების ქართული ოცნების ლიდერებს გულისხმობ გამოსვლებდა შეგონებები, რომ თითქოს ისინი რელიგიურები არიან და ეკლესიური ფასეულობებს იცავენ, არაფერს არ ნიშნავს. ყველაფერს ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ნაადრევი წასვლა. ბიძინა ივანიშვილი გუშინ ინტრონიზაციის დასრულებას არ დაელო და ისე წავიდა სვეტიცხოვლიდან, დაიღალა, აღარ უნდა მოსმენა, იქ აღარ იყო. ამიტომ ყველაზე კარგად რა დამოკიდებულება აქვს ქართულ ოცნებას საქართველოს ეკლესიასთან, ქართულთა ეკლესიასთან. დავინახეთ გუშინ, როდესაც ბატონმა ივანიშვილმა დროზე ადრე დატოვა სვეტიცხოველი, მანამ სანამ დასრულდებოდა ცერემონიალი და დასრულდებოდა წირვა. ამიტომ ხო, აი აქედან ჩანს მე მგონი მათი დამოკიდებულება და რამდენად შეისმენენ აი ამ დამოკიდებულების მერე რომელიც გუშინ გამოამჟღავნა. რადგან ფიქრობთ რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს პატიმრებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, მაშინ ვთქვათ როგორ ფიქრობთ რითი დასრულდება ამ საკითხზე მსჯელობის და საუბრის დაწყება და ანუ რა იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, როცა საქმე ეხება პროტესტის ფარგლებში დაკავებულ ადამიანებს, აი დღეს რასაც ვხედავთ არის ის პოზიცია, რაც აქვს ქართულ ოცნებას შეინდობას წინ ყოველთვის უნდა უძღოდეს სინანულიო, ამბობს მაგალითად შალო პაპუაშვილი, რომელიც აქვე სვამს ასეთ კითხვას, არის თუ არა სინანული მასში, რომლებმაც სცადეს ადამიანების ცოცხლად დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით, პარლამენტის გადაწვა და ქვეყნის დამხობა. მოკლედ აღიარება და მონანიება ეს არის ის ასე ვთქვათ წინაპირობები, რასაც საქართველოს ხელისუფლებაში ითხოვენ. შესაბამისად ისმის კითხვა, რითი შეიძლება დასრულდეს არაფერი კარგით. არაფერი კარგით კალოტონელო პირდაპირ ვთქვათ არაფერი კარგის მოლოდინი არ მაქვს. აი ეს არის ყველაზე აღვირახსნელი ქოფაკი ივანიშვილის კაბზე, რომელიც მისი პირიდან ყველაფერს ამოუშვებს იმისთვის, რომ ასიამოვნოს ბატონს. შესაბამისად, აი ძალიან კარგად ჩანს რა დამოკიდებულება აქვს. არაფერი კარგის მოლოდინი არ მაქვს. არც იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ საქართველოს ეკლესიას შესაბამის პატივს სცემდეს ივანიშვილი და ივანიშვილის შესაბამისად მთელი ქართული ოცნება, რომ შეისმინოს მათი მოთხოვნა. ის რომ ეკლესიის თხოვნა ცალსახად იქნება იმის გაგრძელება, რაც თავად თქვენ ხო ეკლესიის წარმომადგენელმა რომ რამოდენიმე ასეთი თხოვნა გაგზავნილი იყო უკვე მთავრობაში რომ შეწყალება ყოფილიყო. ამის მიღმა ეხლა რა პასუხი ვიცით ხო დღემდე ის ხალხი ციხეში ზის და შემდეგი ინსტანციის კლანური სასამართლოს წარმომადგენლები აგრძელებენ ივანიშვილის საქმეს. შესაბამისად არა მაქვს, ამიტომ ვერ შევქმნი ჩვენს მაყურებელს და საქართველოს მოქალაქეებს თარმოლოდინებს. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს აი გადავიდეთ და შევაფასოთ მაგალითად რეზოლუცია, რომელიც მიიღო კონკრეტული ქვეყნის პარლამენტმა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა აფასებს საქართველოში შექმნილ სიტუაციას, ძალიან მძიმე შეფასებებს აკეთებს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მიმართებაში, მათ შორის კი საუბარია რუსეთის რეჟიმის გავლენაზე საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, ისე როგორც საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა მის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ქვეყნის მთავრობას ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. აი რა ძალა და წონა შეიძლება გქონდეს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ამ პოზიციას და რა მსვლელობა შეიძლება მიეცეს პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოს შეფასებას უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ანუ მთავრობის დონეზე. ჩვენი მეგობარი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელის ევროკავშირის იცით რომ საფრანგეთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს კიდევ ერთხელ სამწუხაროდ მოხდა ეროვნული ასამბლეის ფოკუსში რა ნეგატიურად, ძალიან ცუდად, როგორც არასანდო პარტნიორი, როგორც ქვეყანა, სადაც მოხდა სრული დეგრადაცია პოლიტიკური ქსოვილი, სრული დეგრადაცია უფლებრივი მდგომარეობის, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და ეს ასახა ამ რეზოლუციაში, ეს ასახეს ჩვენმა მეგობრებმა. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.
ყურადსაღებია რომ მაკრონის პოლიტიკური ჯგუფიდან მოხდა ამის ინიციირება, მაგრამ იხდისით რომ აღნიშნულ მომენტში საკმაოდ ფრაგმენტირებული არის საფრანგეთის ეროვნული ანსამბლეა, შესაბამისად მაკრონის გუნდს მხოლოდ არ აქვს უმრავლესობა. რა გავლენა ექნება ამას შემდგომ ქმედებებზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში? ძნელი სათქმელია დღევანდელი გადმოსახედიდან, მაგრამ ისიც სათქმელია რომ საფრანგეთს განსაკუთრებული გავლენა აქვს მათ შორის თავად კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე. საქართველოს მოხდეს რამე რეზოლუციაში ეს არ არის პრობლემა თავისთავად, ხო, ცალკე განდგომილად. პრობლემა არის ის, რის გამოც ხდება საქართველოს ამ რეზოლუციაში. რომ საქართველოს ხდება რუსული ბოროტების მანქანის გავლენის ქვეშ, ეს არ არის უბრალოდ გეოპოლიტიკური არჩევანი. ეს ნიშნავს საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის გათევლას. ეს ნიშნავს იმას, რომ დუშენ დაავადებული ბავშვების მშობლებზე ხელისუფლება იმას გააკეთებს, რაც უნდა და მათ წამალს არ მიცემს ბოლოში. ეს ნიშნავს იმას, რომ 65,000 შეამცირებს სოციალურად დაუცველების რიცხვს და ეს სოციალურად დაუცველები ამაზე ხმას ვერ ამოიღებენ. ეს ნიშნავს, რომ გონება ჩამორჩენილი მინისტრის მოადგილე, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ რამოდენიმე ათეული მილიონი დაგვიჯდაო და 350,000 ლარი დაგვიჯდა ერთი სამუშაო ადგილის შექმნაო და მაგიტო გავაუქმეთო ეს პროცესი, თურმე წლების მანძილზე კატასტროფულ ერთ სამუშაო ადგილს საშუალოდ, აი ჩვენმა მაყურებელმა რო იცოდეს, 100,000-დან 150,000 ლარი უჯდება ბიზნესს კერძო სექტორში. გამოვიდა ეს კაცი, აღარ მახსოვს გვარი, ცაგარეიშვილი, მე მგონი ეს რაღაც წარსულის აჩრდილი და თქვა, რომ 360,000 ლარი გვიჯდებოდა ერთი იმისისა, რა სამუშაო ადგილის შექმნა. აი 300 ლარიანი სამუშაო ადგილებზე იყო ლაბარაკი სასაფლაოები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამას იკადრებენ. იკადრებენ იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციას ფეხქვეშ გათელავენ. იკადრებენ იმას, რომ ადამიანებს აღარ ექნებათ ქუჩაში თავისუფლად დგომის უფლება. იკადრებენ იმას, რომ პენსიონერებს გაუზდენ 20 ლარით ხელფასს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს 1000-ობით ლარით გაუზდიან ხელფასს. აი ამაში ცხოვრებას ნიშნავს. ნიშნავს ოლიგარქიას, ოხლოკრატიას და ნიშნავს ბოროტებაში ცხოვრებას. იქ სადაც ადამიანს ხმა არ აქვს. ამის წინააღმდეგ გამოვიდა საფრანგეთის ეროვნული ანსამბლეა. რა ეშმაკის ისა მოციქულები არ უნდა ეძახოს, ახლა ქართულმა უწყება deep state-ის წინ დაჩოქებულები და ასე შემდეგ. რეალობას ასახავენ, იმიტომ რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ისინი ჩვენი მტრები არ არიან და მეგობრები ესე ლაპარაკობენ. ჩვენი მტრები ჩვენმა მტერმა, რომელსაც ქართული ოცნება მეგობრად ყიდის კაბატონლელა, ჩვენმა მტერმა რამოდენიმე დღის წინ მოაწერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის არაღიარებულ, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. ანუ ფაქტიურად კიდევ ერთი ნაბიჯი გაადადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის და ჩვენ ტერიტორიების ანექსიის მხრივ. ერთია ვთქვათ საფრანგეთის პარლამენტის პოზიციას რა გაგრძელება შეიძლება მოხდეს უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მეორეა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული რეზოლუცია რა დამატებითი პოლიტიკური ნაბიჯების საფუძველს უქმნის მაგალითად ქართულ ოპოზიციას და ოპოზიციურ ალიანსში უკვე ალაპარაკდნენ იმის თაობაზე რომ საფრანგეთის პროკურატურისთვის უნდა მოხდეს მიმართვა რათა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყოს სამართლებრივი დევნა და კიდევ ერთხელ გავახსენოთ მაყურებლებს რომ ივანიშვილი საქართველოს გარდა არის საფრანგეთის მოქალაქე. გასაგებია რომ თქვენ არ ხართ ოპოზიციურ ალიანსში, თუმცა მაინც აი ლელო ამ ნაბიჯში ხომ არ აპირებს რომ გაუერთიანდეს სხვა პარტიებს და რატომ? იმიტომ რომ არასერიოზული დამოკიდებულება მგონია პოლიტიკური პროცესისადმი, როდესაც ამბობ, რომ საქართველოს ოპოზიციამ უნდა მიმართოს საფრანგეთის პროკურატურას. საქართველოს ოპოზიციამ შეიძლება თავის პარტნიორებს, მეგობრებს თხოვოს მოლოდინინის თავაზე, რომ საფრანგეთის არასწორი ფორმულირება მგონია. არასერიოზული მგონია. თუ რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის არასერიოზული? მოგახსენებ. არასერიოზული ფორმულირება მგონია, რომ ქართულმა ოპოზიციამ საფრანგეთის პროკურატურას უნდა მიმართოს ივანიშვილის დასანქცირების თაობაზე თუ არ ვიცი, რაღაც გამოძიებაზე. რაც უნდა მე ხელი მოუმართოთ ჩემს კოლეგებს ალიანსიდან, მე ამას კი არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ ლელოს პოზიცია არის, რომ შეიძლება თქვა, რომ რაღაც ლობიდრებას გაუწევ იმას, რომ საფრანგეთის პროკურატურა რაიმე გამოძიება დაიწყოს, მაგრამ საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემა ასე არ მუშაობს. საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემა არ რეაგირებს რაღაცა პოლიტიკურ პროცესებზე. საფრანგეთის სამართალდამცავი სისტემა და ზოგადად სამართლებრივი სისტემა არის დამოუკიდებელი. მე მესმის რომ ეს საქართველოს ეგზოტიკაა და უცხოხილია, მაგრამ ის არის დამოუკიდებელი და როდესაც
რომელსაც დამოუკიდებელია სასამართლო ხელისუფლება, იხილე ჯაკ შირაკზე მიღებული გადაწყვეტილებები, ნიკოლე სარკოზიზე, ის მუშაობს. შესაბამისად, მივცეთ საშუალებას ფრანგულ მართლმსაჯულებას, რომ თავისი გზით იაროს, მე უბრალოდ არ მიმაჩნევ, რომ შედეგის მომტანი იქნება. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ საქართველოს მოქალაქეებს. ქართული ოპოზიციის საქმე ეს არის. რეზოლუციები არც საფრანგეთში, არც ბელგიაში და არც გერმანიაში დამატებით ხელფეხს ქართულ ოპოზიციას არ აქვს. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. დღეს აქ უნდა დავასრულოთ თაზო დათუნაშვილის დამშვიდობებით. დღეს მოსრომი პირდაპირ ეთერში ხვალ 11 საათზე დასრულდება. დაბრუნდება. ნახვამდის.